ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ამაღლობელის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა. მედია მენეჯერის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის პატიმრობა უკანონო და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მზია ამაღლობელის საქმის დეტალებზე გუშინ პრესკონფერენცია გამართეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ და ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა. სწორედ ამ შეხვედრის დროს თქვეს ადვოკატებმა, რომ ისინი აპირებენ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართონ. ხიმშიაშვილის განმარტებით, სასამართლოს 24 საათი აქვს იმის გადასაწყვეტად, განიხილავს თუ არა ამ შუამდგომლობას. თუ სასამართლო განცხადებას წარმოებაში მიიღებს, მომდევნო 24 საათში უნდა ჩაენიშნოს ზეპირი განხილვის სხდომა და იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. საქმე და თავისი შინაარსობრივი ნაწილი არის აბსოლუტურად უკანონო, მისი დაკავებიდან დღემდე. გამომდინარე აქედან ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს უკანონობა იმ სამართლებრივ ვითარებაში რა რეჟიმშიც ვიყოფებით დავასრულოთ და შესაბამისად ეს არის შესაძლებლობა სასამართლოსთვის მის მიერ დაშვებული შეცდომა, არასწორად გამოყენებული სამართლებრივი ნორმები და უფლებების ხელყოფა მზია ამაღლობელის დღეს მაინც იმსჯელოს, ასე ვთქვათ, სწორად, მართებულად და მზია ამაღლობელის უკანონო, ასე ვთქვათ, პატიმრობის საკითხი დავასრულოთ იმ ვადებში, რა ვადების, ასე ვთქვათ, ამ შუამდგომლობის განხილვა სჭირდება. პროცედურულად შუამდგომლობა შეეხება აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას. არის პირველი ეტაპი მისი დასაშვება ცნობა და სასამართლოს ცხადია ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ახალი გარემოებები, ფაქტები მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის და ხა შინაარსობრივ ნაწილში სამართლებრივად ვერ შევალ, ვინაიდან ვრცელი და მოცულობითია შუამდგომლობა, მაგრამ სავსებით შეგვიძლია გითხრათ განამდვილებით, რომ ეს შუამდგომლობა არის დასაბუთებული. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უკვე 33 დღეა შიმშილობს. შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნით მას დღეს მედიის 150-მდე წარმომადგენელმა წერილის მეშვეობით მიმართა. ჟურნალისტისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია და ის აუცილებლად უნდა გადარჩეს. მზია ამაღლობელის სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვლიდან კლინიკა ვივამედში იმყოფება. ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მარტივი არ არის. ძვირფასო მზია, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება. თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რაც ქართული ოცნების ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს. ასევე კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი. ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენთაგანის ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება. მაგრამ უკვე 33 დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია. გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო. ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა. ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია. ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატების ნონა ქურდოვანიძის და მაიამ წარიაშვილის თქმით, ამაღლობელის მიმართ წაყენებული ბრალი და შეფარდებული პატიმრობა ბარბაროსული და უკანონოა. ადვოკატები ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებასა და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ.